სამი ბარიერ გადალახული ოპოზიციური კოალიცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართავს ასამბლეაში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა და ძლიერი საქართველო ერთობლივ წერილში წერენ, რომ არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული პარლამენტი და მის მიერ არჩეული პრეზიდენტი ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან და დელეგაციაც, რომელიც ქართულმა ოცნებამ ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება. ჩვენ საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოგმართავთ თხოვნით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, რადგან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რაც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართველი ხალხის ნებას. არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული პარლამენტი და მის მიერ არჩეული პრეზიდენტი ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან. დელეგაციაც, რომელიც ქართულმა ოცნებამ ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ცალკე განცხადებით მოუწოდებს არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები პარტია გახარიეს საქართველოსთვისაც. პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.